ისტორიკოსების ვარაუდით გურიის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი დღევანდელი სოფელი ვაშნარი უნდა ყოფილიყო. ამას ადასტურებს მე-5-მე-6 საუკუნეების ციხე-ქალაქის ნაშთები. ვაშნარი გახლავთ ადრექრისტიანული ხანის ციხე-ქალაქი, სამლოცველო, მისი კომპლექსი სამლოცველო და ბაზილიკური ეკლესია. სამლოცველო რატომ იქ არის წმინდანის საფლავი, მარტირიუმი. და ამავდროულად აქ შეიძლება ეპისკოპოსიც იჯდაო, რადგანაც ვარაუდობენ, რომ იქ წამოწეული სკამებს შორის ერთ-ერთი გახდათ ქვის სკამი, რომელიც უფრო მაღალი იყო და მე ვარაუდობენ, რომ ეს ეპისკოპოსის საჯდომი რეზიდენციაც შეიძლება ყოფილიყო ვაშნარი. Ჩვენ ხედავთ მგვალ დისკოს აქ და მასზე შემოხმეულ გველს. აქ შეიძლება ყოფილიყო საავადმყოფოს ტიპის სახლი, ანუ შენობა. გურიელები სვანეთის ერისთავების ვარდანიძეების შთამომავლები ყოფილან. 1361 წელს ბაგრატ მე-5-ს მათთვის სვანეთი ჩამოურთმევია და გურია დაუტოვებია. საუკუნეების განმავლობაში გურიელები განაგებდნენ მდინარე რიონსა და ჭოროხს შორის მოქცეულ ტერიტორიას. მე-18 საუკუნის დასაწყისში რუსეთის მთავრობის დახმარების იმედით ოსმალეთს აუჯანყდნენ. თურქებმა სადამსჯელო ექსპედიცია გამოაგზავნეს და მთელი დასავლეთ საქართველო მოარბიეს. იმერეთის მეფეებთან ერთად გურიელები წლების განმავლობაში ებრძოდნენ ოსმალეთის იმპერიას. 1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხერხდა ამ ტერიტორიიდან თურქების განდევნა. გურიის სამთავრო, ისევე როგორც მთელი საქართველო, რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. გურიის სამთავროს გაუქმების მიუხედავად გურიელების საგვარეულო ამ კუთხის ცხოვრებაში კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მამია მე-5 გურიელის დროს მმართველობის სისტემა უკვე შეცვლილია, თუმცა მისი თაოსნობით იხსნება სკოლა, იმართება ყოველწლიური იარმარკობა, რომელსაც მეუღლის საპატივსაცემოდ მარინობა დაარქვა. ვითარდება ვაჭრობა და მრეწველობა. დიდი სოფლის ოდენა ქალაქში საქალაქო ცხოვრება მაღალ დონეზე იდგაო, იუწყებოდა გაზეთი ივერია. მეფის რუსეთის მთავრობამ გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიას დაუქვემდებარა. უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩიმ ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებზე მუშაობისას პოეტი მამია გურიელი რუსთაველის, ჯამბაკურ გურიელი ფარსადან მეფისა და ჯაბა გურიელი ფრიდონის პროტოტიპებად გამოიყენა. გურიელების სასახლის ერთ ნაწილში დღეს ოზურგეთის ისტორიის მუზეუმია განთავსებული. დიდი მთავრის დიმიტრი გურიელის ორსართულიან სასახლეში კი შემოქმედის ეპარქიის რეზიდენციაა. სამი საეპისკოპოსოს ბაზაზე შეიქმნა დიდი სასულიერო და საერო სასწავლებლები, რომლებიც სხვადასხვა დროს დაამთავრეს ამ კუთხის ღირსეულმა წარმომადგენლებმა, მათ შორის იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ. 4 წლეულზე მეტი იდგა ქვეყნის სულიერ სადარაჯოზე, ღვთისმსახური და საზოგადო მოღვაწე, როგორც მისი თანამედროვენი ამბობენ, სიკეთის მოსარჩლედ და პატიოსნების ქომაგად, მაგალითი ზნეობრივი სიწმინდისა, მამულიშვილობისა და მოყვასისადმი უანგარო სიყვარულისა. ერთი იყო მისი სიტყვა და საქმე, ამიტომაც უყვარდათ გამორჩეულად იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე. ოზურგეთის პატარა სოფელ ბახვში დაიბადა. მამა გურიელების კარის მოძღვარი ყოფილა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, შეისწავლა გერმანული და ფრანგული ენა. სწავლა ფსკოვში გააგრძელა. სამშობლოში დაბრუნებული თბილისის კეთილშობილ ქალთა გიმნაზიაში ასწავლიდა. ბერად 32 წლის ასაკში აღიკვეცა. ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა ამ ძნელ გზაზე. ქართული საქმე აკეთა მთელი სიცოცხლე. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი. შეაგროვებინა და ნოტებზე გადაატანინა ქართული საეკლესიო გალობანი, რათა შემდგომ თაობებს არ დაჰკარგლოდათ ეს განძი. გაბრიელ ქიქოძე გარდაიცვალა 1896 წლის 25 იანვარს. ეთხოვებოდა სრულიად საქართველოს დიდ წინამძღვარს. გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაკრძალეს. მთელი მისი ქონება მისივე ანდერძის თანახმად ქვრივობლებსა და ღარიბებს დაურიგდა. ილიას მიერ თქმულ გამოსათხოვარ სიტყვაში ვკითხულობთ. ჩვენი სასიქადულო, ჩვენი განთქმული და სამართლიანად სადიდებელი მღვდელმთავარი, ყოვლად ბრწყინვალე და პატიოსანი ეპისკოპოსი გაბრიელ, როცა რომელისამე ერის სიკეთე გნებავთ დაანახოთ ვინმეს, ერის აღმატებულობა დააჯეროთ, სწორედ ამისთანა კაცებს დაასახელებენ ხოლმე. ლანჩხუთის სამხრით წარმოვალს მთა, საჯავახოს მთიდამ დასავლეთად და სადაცად დასწყდების მთა ესე, არს ამ მთის მაღალსა თხემსა ზედა ეკლესია ჯუმათის, დიდი დიდ შენი, ჭვრეტი ზღვისა და გურია ოდიშისა.
წერდა ვახუშტი ბატონიშვილი და მართლაც ჯუმათის მონასტრიდან თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო ჩანს. კოლხეთის დაბლობი, პალიასტომის ტბა, შავი ზღვის სანაპირო და კავკასიონი. მთავარანგელოზების სახელობის ტაძარი ბაზილიკაა და ადრე შუა საუკუნეებში არის აგებული. ჯუმათი თვითონ სიტყვა არის ლაზურ კოლხური ჯუმა, ჯიმა, ძმას ნიშნავს საძმო. ასე ითარგმნება. აქ ახლა ამჟამად ვართ 7 ბერი და 2 საბერო მორჩილი. აქ გაზილები არის, მეუფემ გადაიყვანა აქედან შემოქმედის მამათა მონასტრის წინამძღვარი, გურიის უდაბნოს მამათა მონასტრის წინამძღვარი აქ მოღვაწეობდა, ლიხაურის მამათა მონასტრის წინამძღვარი, აცანის მონასტრის წინამძღვარი აქ მოღვაწეობდა და ერთი კიდე ბერი აქედან გავუშვით რამოდენიმე წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ათონის მთაზე იქ აღკვეცეს. მონასტერი ყოველთვის ქართული სულიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო. ჯუმათის მონასტერი გამოირჩეოდა ხატწერის ბრწყინვალე სკოლით. მონასტერში დაწერილი და დაცული უნიკალური ხატებიდან დღეს რამდენიმე ერმიტაჟში ინახება, ნაწილი თბილისის ხელოვნების მუზეუმში, უმეტესობა კი დაკარგულია. ოზურგეთიდან 9 კილომეტრის დაშორებით აჭისწყლის ულამაზესი ხეობის მარჯვენა ნაპირზე აღმართულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელსაც მე-13 საუკუნით ათარიღებენ. თუმცა მეცნიერთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ნაგებობა გაცილებით ადრინდელ პერიოდს, მე-19 საუკუნეებს მიეკუთვნება. ახლა აქ დედათა მონასტერია. აჭის წმინდა გიორგის ტაძრის კედლებზე კარგად არის შემორჩენილი ხატწერის ბრწყინვალე ნიმუშები, სცენები 12 საუფლო დღესასწაულიდან და წმინდა გიორგის ცხოვრებასთან დაკავშირებული ეპიზოდები. ფრესკებს მე-13 საუკუნის მეორე ნახევრით ათარიღებენ და მათი ავტორის ვინაობა დღემდე დაუდგენელია. ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, რომ აჭის წმინდა გიორგის ეკლესიის მხატვრობის იკონოგრაფიული თავისებურებები სრულიად უნიკალურია და იგი ქართულ თუ ბიზანტიურ საეკლესიო ხელოვნებაში არსად მეორდება. სახარებისეული, ინდივიდუალური და საოცრად მეტყველი, ემოციებით სავსე სახეები შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი უმკაცრესი კანონიკის გათვალისწინებით აჭის ეკლესიის მხატვრობას მართლაც გამორჩეულს ხდის. აქ ინახებოდა თამარ მეფის მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო მოოჭვილი. ის რომ ჯვარი დიდ მეფეს ეკუთვნოდა, ექვთიმე თაყაიშვილს დაუდგენია. ჰოი ძელო ცხოვრებისაო, მეოხ ეყავ შენთა მკობთა, დღესა მას განკითხვისასა. შეიქმნა ჯვარი ესე ბეთანიასა ღვთისმშენებლისა, ოქროსა და ვერცხლის წმინდისა, უფლებასა დედოფლისა თამარისა, ადიდენ ღმერთმან. ვკითხულობთ ჯვარზე ამოტვიფრულ წარწერაში. ბოლშევიკების შემოსვლის დროს აჭის უკანასკნელი დიაკვანს არსენ სალუქვაძეს თამარის ჯვარი სახლში დაუმალავს, რომელიც მისმა შთამომავლებმა დედა ეკლესიას 2007 წელს დაუბრუნეს. ეს სიწმინდე და დიდი ისტორიული რელიკვია დღეს შემოქმედის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში არის დაბრძანებული.
ოზურგეთის მაზრის საზღვრები 1921 წელს შეიცვალა. სახელი შეეცვალა ისტორიულ ქალაქსაც. მახარაძე დაარქვეს იქაური კომუნისტის საპატივსაცემოდ. რაიონში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. ფუნქციონირებდა რამდენიმე გადამამუშავებელი საწარმო. სოფელ ანასეულში შეიქმნა მსოფლიო მნიშვნელობის ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ინსტიტუტი დაარსდა 1930 წელს. აი ამ ტერიტორიაზე ანასეულში ფუნქციონირებდა ორი საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ერთი იყო ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების, მეორე იყო ჩაის მრეწველობის. 1988 წელს ეს ორი ინსტიტუტი ორი სხვადასხვა კორპუსში განლაგებული ისევ გაერთიანდა და დაერქვა ის სახელი, რაც დღეს ქვია. ტერიტორია ანასეული ეს 20 წლებში იყო თითქმის დაუსახლებელი და ეს ყველაფერი, რასაც თქვენ უყურებთ, აი ახლა ეს დაახლოებით 2 ჰექტარზე განლაგებული ახლა დენდროპარკი, აქ არის 50-მდე სხვადასხვა ჯიშისა და სახეობის მცენარე, რომელიც აღწერილია და უმეტესი ძალიან ბევრი იშვიათობას წარმოადგენს. 2011 წლიდან ჩვენ უკვე ფუნქციონირებთ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის შემადგენლობაში. ანასეულის სამეცნიერო ცენტრში ჩამოდიოდნენ სპეციალისტები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ცეილონიდან და ვიეტნამიდან. ანასეულის მეცნიერების მონაწილეობით დაარსდა ვიეტნამში ჩაის ფაბრიკები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცვლილება განიცადა აგრარულმა მიმართულებამ. დაიშალა ჩაის მსხვილი მეურნეობები, განადგურდა ფაბრიკები. ანასეულის სამეცნიერო ცენტრი მრავალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. რთული პირობების მიუხედავად შენარჩუნდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლამაზი ტყეპარკი და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები. საქართველოს თუ განვიხილავთ ჩვენ, არის ორი დიდი ეკონომიკური ზონა. ეს არის აღმოსავლეთ საქართველო, სადაც მოდის ღვაწლი და ხეხილი, თქვათ, და დასავლეთ საქართველო, სადაც არის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურები. ანუ ეს თვითონ ეს სქემა, რაც იყო საქართველოს მასშტაბით ყველაფერი შენარჩუნებულია, ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები არის, ესე იგი, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურებისა და შემდეგ ახალი კულტურები გაჩნდა. ნიადაგის ნაყოფიერებასა და ნაყოფიერების ამაღლებას ეს კვლევები მიმდინარეობს. ეს ერთი ლაბორატორია მუშაობს, მეორე არის მცენარეთა დაცვის მიმართულებით, მეორე ლაბორატორია მუშაობს, მესამე არის შემობატონო სელექციის მიმართულებით, სადაც ეს ახალი მცენარეების გამოყვანა ხდება და ახალი ჯიშების გამოყვანა და მეოთხე არის საინჟინრო ტექნოლოგიური მიმართულება, ანუ შენახვა, გადამუშავება და მისი საინჟინრო უზრუნველყოფა. ის რეკომენდაციები, რაც ამ ინსტიტუტში მუშავდება, უშუალოდ არის გათვლილი ქართველ ფერმერებზე. სურსათის უბნებლობის კუთხით, რამდენად და სურსათის უბნებლობაში შედის მცენარეების მამლებლები და დაავადებები, ასევე ის ანჰიგიენური მოთხოვნების ზუსტად ეს ლაბორატორია იქნება, რომელიც ანჰიგიენურ მოთხოვნებზე შეამოწმებს კვების პროდუქტებს და იქნება ძალიან მაღალი დონის ლაბორატორია. ასეთივე ლაბორატორია უნივერსიტეტს, აგრარულ უნივერსიტეტს აქვს თბილისში. დღეს ანასეული ისევ ერთადერთი სამეცნიერო ცენტრია, რომელიც კვლავ მუშაობს საქართველოს ტყეების გაჯანსაღებაზე, რეგიონში ახალი კულტურებისა და ტექნოლოგიების დანერგვაზე. მათი დახმარებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ისევ დაიწყო ჩაის პლანტაციების ნაწილობრივი განახლება, აღდგა კვლევითი სამუშაოები მეციტრუსეობასა და მეთხილეობაში. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ორი დარგით არსებობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. 1989 წელს ქალაქმა ოზურგეთმა დაიბრუნა ძველი სახელი. ქალაქს ახლაც ამშვენებს თეატრის შენობა. გურიის ცენტრს თეატრალურ სანახაობათა დიდი ისტორია ჰქონდა. ჯერ კიდევ მამია გურიელმა შეუწყო ხელი ევროპული დასის შექმნას. მოგვიანებით ქუთაისის გუბერნატორის ნებართვით დაარსდა სცენის მოყვარულთა დასი, რომელსაც ალექსანდრე წუწუნავა ხელმძღვანელობდა. იგი სოფელ ლიხაურში დაიბადა. დაამთავრა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი. მოღვაწეობდა თეატრსა და კინოში. 1918 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ქრისტინე. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს. აღზარდა ქართველი მსახიობების რამდენიმე თაობა. ოზურგეთის დრამატული თეატრი ალექსანდრე წუწუნავას სახელს ატარებს. ანდორ, მაგ გოგოს თუ არ გავატყუებთ, თავს მოგწვის იცოდე. მომეცი მაგი კარტიშკა. ოზურგეთში დაბადებულმა სანდრო ჟორჟოლიანმა მსახიობის კარიერა მშობლიური ქალაქის თეატრში ალექსანდრე წუწუნავას ხელმძღვანელობით დაიწყო. სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში. სტუდენტობისას ოდესის ქართული თეატრალური დასის სპექტაკლებშიც მონაწილეობდა. სამშობლოში ჩამოსული ცოტა ხანს პედაგოგად მუშაობდა. მალე ისევ სცენას დაუბრუნდა. ჯერ რუსთაველის, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრში. დიდმა მსახიობმა სცენაზეც და ეკრანზეც შესანიშნავი სახეები შექმნა. გულის წყდებოდა, რომ მხოლოდ კომედიური ჟანრით იცნობდა მაყურებელიო, იგონებს რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი. დაუვიწყარია ის როლები, რომლებიც ბრწყინვალე მსახიობმა სანდრო ჟორჟოლიანმა განასახიერა.
დღეს თეატრი ბევრი პრობლემის წინაშე დგას, რის გამოც ზამთარში 3 თვის განმავლობაში მაყურებელს პრემიერებს ვერ სთავაზობენ და მხოლოდ სამაგიდო რეპეტიციებით ემზადებიან ახალი სეზონისთვის. მაშასე ტრაგედია იწყება. პატარა ანტიგონე შეიპყრეს და პირველად თავის სიცოცხლეში. საშუალება ეძლევა ნამდვილ ანტიგონეთ იქცეს. ძალიან რთულია ჩვენ შენობაში ზამთრის პერიოდში მუშაობა. ბოლო პრემიერა კულტურის სამინისტროს გრანტით თანადაფინანსებით მოვიგეთ ეს გრანტი იყო დონ ჟუანის დაბადება. გიორგი კაჭარავას პიესა, ასეთი ძალიან საინტერესო და ჩვენ გავუშვით ეს წლის ბოლოს, ფაქტიურად ჩავაბარეთ სპექტაკლი და მაყურებლისთვის ფაქტიურად არ გვიჩვენებია, იმიტომ რომ უკვე იანვარი, თებერვალი წარმოუდგენელია ჩვენს დარბაზში მაყურებლის მოწვევა. რაც შეეხება 14 იანვარს მაინც გავხსენით კარი, იმიტომ რომ შეუძლებელია 14 იანვარს ქართული თეატრის დღეზე სპექტაკლი არ გვეთამაშა და ძალიან მიხარია რომ ასამდე მაყურებელი მოვიდა ამ გაყინულ დარბაზში. მაყურებელი მოდის შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა, თუ ზამთრის პერიოდს არ ჩავთვლით. თუმცა მართალი გითხრათ, მართლა არ არის ეს, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ და რაც საერთოდ თეატრს სჭირდება. თეატრს სჭირდება გამთბარი დარბაზი და ბევრი მაყურებელი. ამ პრობლემების მიუხედავად დასი მუშაობას არ წყვეტს, რომ ახალი სეზონიდან ყველა თაობის მაყურებელს პრემიერა შესთავაზოს. 1999 წელს ოზურგეთში შეიქმნა სამხატვრო გალერეა, სადაც ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა იმართება. ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილია ნაკეთობები, ფოტოსურათები და ქართული რეწვის ნიმუშები. საერთოდ ახლა ნამუშევრები აქ თბილისი არ არის, ოზურგეთია, ხალხსფული არ აქვს და ძალიან ცოტა იყიდება. დიდხანს უწევს ნამუშევრებს კედელზე ყოფნა. ესე იგი, ერთი წელი, ორი წელი კიდია ნამუშევარი და არავინ არ ყიდულობს. თუ ახლა უცხოელი ჩამოვა ვინმე ტურისტი, ისე ყიდის. 1991 წელს სამოქალაქო ომის დროს თბილისის მხატვრის სახლიდან ოზურგეთის გალერეაში 40 ფერწერული ტილო გადაიტანეს. ამ გარემოებამ დაუდო საფუძველი ფონდის შექმნას, რომელიც ოზურგეთის სამხატვრო გალერეის შენობაშია განთავსებული და არაერთი ცნობილი მხატვრის ნამუშევარს ინახავს. ჩვენს გალერეაში ფონდში დაცულია ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრები და ასევე ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო ნიკოლოზ ბარათაშვილი. მინდა აღნიშნო ასევე რომ ჩვენთან ფონდში დაცულია ლადო მალაზონიას ნამუშევრები. განსაკუთრებული ხასიათი აქვთ გურულებს. მეამბოხე და ფიცხი, კარგი მოჯირითეები და მეომრები იყვნენ ოდითგანვე. ეს თვისებები აისახა ცეკვასა და სიმღერაში, განუმეორებელ პოლიფონიაში, რომლითაც გამოირჩევა გურული სიმღერა და გალობა. მგალობელ მომღერლობა აქ ყოველთვის დიდ პატივად და ღირსებად ითვლებოდა. მე-19 საუკუნის ბოლომდე არსებობდა შემოქმედის სამგალობლო სკოლა. საგალობლების ჩაწერა და ნოტებზე გადატანა დაიწყეს გაბრიელ ეპისკოპოსმა და ფილიმონ ქორიძემ. ძველი მგალობლისა და მომღერლის ანტონ დუმბაძის დახმარებით ჩაუწერიათ პირველი საგალობელი. ამ ამბავს სიხარულით აუწყებდა მკითხველს გაზეთი ივერია. საგალობლების შესწავლა შესრულება ოდითგანვე საგვარეულო, ოჯახური ტრადიცია იყო. სწორედ ასეთ ოჯახთა რიგს ეკუთვნოდნენ სოფელ მაკვანეთის მკვიდრი ერქომაიშვილები. საუკუნეზე მეტხანს უნახავდნენ საქართველოს ამსაუნჯეს ივანე გიგო და მისი ვაჟი მგალობელ მენადურე არტემ ერქომაიშვილი. დიდი წინაპრების გზას აგრძელებს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი, მომღერალი, საგუნდო დირიჟორი და ხალხური სიმღერების შემგრები. ყოველთვის როცა ვმუშაობ ანსამბლებთან ბაბუას ვიხსენებ, როგორ გააკეთებდა ამა თუ იმ ვარიანტს ბაბუა. და ვცდილობ მივბაძო. გურულ საგალობლებს ასრულებდნენ მაშინაც, როცა ეკლესია იდევნებოდა, ღერიან დღეს, როცა ისევ რეკენ შემოქმედისა და ოზურგეთის სხვა სოფლებში ამოქმედებული ეკლესიის ზარები, ისევ ბევრია მორწმუნე და კვლავ ისმის პოლიფონიური გურული სიმღერა საგალობლები.